კასპიის მუნიციპალიტეტში ბებიის მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ 35 წლის კაცი დააკავა. სოფელ სასირეთში 85 წლის ქალი შვილიშვილმა წუხელ გვიანღამით მოკლა. დანაშაული 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. როგორც ადგილობრივებმა ტევ მონიტორინგს უთხრეს, ახალგაზრდა კაცმა მოხუცს სასიკვდილო დაზიანებები ნაჯახით მიაყენა. ჩადენილი დანაშაულის შესახებ კი მეგობარს ტელეფონით აცნობა. სოფელში ისიც თქვეს, რომ ოჯახის წევრებს შორის დაპირისპირება უძრავი ქონების გამო არსებობდა. დანაშაულის ადგილას საგამოძიებო მოქმედებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ვიჭექი შვილო მეძინა მე და ხმაური მანქანებისა გავიგე. აი გავიგე რომ მოკლა იმ ბიჭმა ის ქალი ბაბო და всё მე ერთად ცხოვრობდნენ? ჰა? ერთად ცხოვრობდნენ? მათ იყვნენ ცხვის სასახლი ეგა შვილო. რაც მოკლა არ ვიცი, ეს გოგო ამობს აი ჩემ წინ ვინცაც ცხოვრობს, მე ოქვემოთ მივდიოდიო მაღაზიაში რამდენიმე დღის წინ ვამობ. ხო და ეს ბიჭიო დამემგზავრაო და მე მითხრაო რომ ხელსაო ვერ მომიწერო რაჭაში რო სახლი მაქვს და მე უთხარიო რა ვიშულო გააქო რაზე მოგიწერო ხელიო და შეიძლება ეს ჩემი ვარაუდი შეიძლება რომ ამ სახლზე იყო რაღაცა ლაპარაკი იქა და ეს ბებუეუბნოო და არ დაგიმტკიცე მთელი ღამე არ ამძინებია მანქანების ბღვილი ხალხის ხმაური ისმოდა და ვინ იყო და რას ამობდნენ და როგორ იყო ეგ არ ვიცი. ნაჯახით მოკლაო კი. ისაო რო შევიდნენ იატაკზეო ისო იატაკზეო ნახევრად შეშველი ეგდო. ეგ გავიგე. გავიგე მე რომ შვილიშვილმა ბაბუ მოკლაო და რო გავიგეთ ეს იყო. ერთად იყვნენ ზევით კენა ცხოვრობენ. არც ის არ ვიცოდით რომ ბებუ აქ ახავდა ჩამოყვანილი. რაჭიდან ჩამოიყვანა. იქ ცხოვრობდა ეს ქალი, მე ნამყოფი ვარ მაგალთან აი. სად დააკავეს? აი მსახში დააკავეს ეზოში. მიმალვა ცდილობდა? კი. მე ამ დილით იყო 9 ნახევარი, რომ მოვიდა შემოვა აქედან გამიძახა გვეჩვეო და ტელეფონი დამატენინეო. და რო გადიოდა აქედან, აი ესე თავში ხელები დაიწყა, არ მომიკვლიე, გაიქცა ეგრე პირდაპირ. გავედი მე აქედან პატრონის მანქანა დავინახე აქ, პოლიციის მანქანა და მე უთხარ ბიჭო მეთქი. იმისთვის ვიფიქრე რომ ამ გიშეძებენ მეთქი და იმ გიშეძებს მეთქი და კიო და აი ესე გაიქცა მეთქი მე უთხარი დაიშვა დაბრუნებით. ეგ ვიცი რომ რაჭაში ცხოვრობდა ეგ ხალი და მე ახლა ტაქსაობ ხოლმე და წამიყვანია რაჭაში მაქალთან მიმიყვანია ვიცი რომ ბაბო იყო. მე ეგრე ვიცი.